ძალიან კარგ ბიჭზე მოვყვები ზღაპარს. რომელსაც თამაში უნდოდა, ეზოში სირბილი უნდოდა. მეგობრებთან თავისთავად, მაგრამ ეს მეგობრები ეზოში არ ჩადიოდნენ. ანდა თუ ჩადიოდნენ, ყველა. უკლებლივ ყველა. ტელეფონში იყვნენ მიშტერებულები. ანდრო კიდე ძალიან შეწუხებული იყო. სულ ეუბნებოდა, გთხოვთ, გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ. ვითამაშოთ რა, დაანებეთ ამ ტელეფონში ყურებას თავი. არა, უყურებდნენ. ზოგს პლანშეტი ეჭირა ხელში და ბევრი ბავშვები დაესეოდნენ. აუ, მათამაშე რა, მეც ვიცი ეს თამაში, მათამაშე რა. მეორე ტელეფონში, აუ, რას უყურებთ, მეც და ანდრო კიდე ესე გაბუტული მარტო იჯდა. არა, იმასაც უყვარდა ტელეფონში ყურება ან პლანშეტში, მაგრამ ესე არა. ასე გაუთავებლად სულ რო ასე უყურო და მეტი არაფერი არ გაინტერესებდეს, ეს რა არის? ეს რა არის? რა ბავშვობა არის ესა? ბავშვობა არის სიხარული, სიცილი, კისკისი, თამაში, დახუჭობა ნაწრეში ბურთი, რა ვიცი, ქვეყნის თამაშები არის. თუნდაც ხატვა, თუნდაც სიმღერა. ამიტომ იყო მოწყენილი და ცოტა გაბრაზებული. მე იფიქრა და მე ისეთი რაღაცა უნდა მოვიფიქრო, ისეთი რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ ამ ბავშვების ყურადღება აუცილებლად მივიქციო კი არ გავაგიჟო, ისეთი საინტერესო რაღაცა უნდა მოვიფიქრო. სულ უნდა დავავიწყო ეს პლანშეტი და ტელეფონიო, მაგრამ რა უნდა მოვიფიქრო ასეთიო? მე ჩაეღიმა ეშმაკურად და ცოტა ხნით გაიქცა სახლში. დაბრუნდა ანდრო ეზოში და ძალიან უცნაური კოლბები და ჭურჭელი მოიტანა. ერთი საერთოდ წყლით სავსე. ერთი კიდე მცენარე ქონდა ჩატენილი უცნაურად ლამაზ ბოთლში. ბავშვებმა გაიხედეს, გამოიხედეს, ჩაწიეს ტელეფონები და ეჭვის თვალით დააკვირდნენ ანდროს საქციელს. ბიჭო, რა არის ეს რეები მოგიტანია? რეები უნდა გააკეთო. აბა, გვაჩვენე. თქვენ ცოტა ხანი ტელეფონში არ ჩაიხედოთ და მე თქვენ აქ ჯადოქრობას მოგიწყობთო. კარგი ერთი ჯადოქრობა არა ის. ჩქარა გააკეთე, თამაში უნდა ვითამაშოთო. ანდრომ ერთი წუთით მომაქციეთ ყურადღება და მე თქვენ ფერების სამყაროში გადაგიყვანთო. და საერთოდ თუ დამიგდებთ ცოტა ხანი ყურს, ჯადოქრობა მოხდებაო. ბავშვები ცოტა გაინაბნენ, ცოტა დაიძაბნენ, იმიტომ რომ ამდენი რამის თვალიერებამ ცოტა შეაშინა. ერთი მოვიდა, ეს რა არის? არახლო ხელი, ანდრო ეუბნება, არახლო ხელი. აი, ეხლა მე ერთ საოცარ ამბავს დავატრიალებ. ეს მე წიგნში წავიკითხეო. ნახე რა გავაკეთო. აი ამ ფერმა შეიძლება რაღაც გრძნობები გამოიწვიოს თქვენშიო. რა არის ეს ანდრო, როგორი ფერია, როგორ მოძრაობს, უცნაურად. მოიცადეთ ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე. ნახეთ. რა სილამაზია. აი ეხლა ნახე, როგორ ოქროთ იქცევა ეს ყველაფერი. შეხედეთ რა ლამაზად ილექება. ერთმა სიცილი დაიწყო, ღმერთო მართლა რა ლამაზია, ღმერთო რა კარგია. ეხლა ჩავყაროთ მოდი შიგნით ბევრი საინტერესო ძირები. გაყვითლდება. ეხლა კიდე იცი რა ვქნათ, მოდი ცოტა სული შეუბეროთ.
ლამაზია, რა ლამაზია. აინტერესდნენ ბავშვები, აბა აქეთ რა მოხდება? აბა აქეთ რა მოხდება? მოდი ჩავასხათ წყალი. ჩავასხათ წყალი. ჩავყაროთ ცოტა ჯადოსნური ფქვილი და ცოტა ესეც დავასხათ. გადმოვიდა, ბუშტუკები გადმოვიდა. ვაი, რა კარგია. მოდი აქ ახლა ლამაზი ფერები ჩავყაროთ. რა გჭირს? ვაი, მას ლოკინებს. სიხარულით მას ლოკინებს. ვაი, რა უცნაურია. ხო, ფერებმა ესე იცის, ხანდახან სლოკინს იწევს ხოლმე. ღმერთო, რა ლამაზია. ბავშვებო, მოდით ახლოს, მოდით. ვაიმე, რა ლამაზია. ღმერთო, რა ლამაზია. ეს რა უცნაური ფერია. ეს რა ლამაზი ფერია. ისეთი ლამაზია, რომ ტირილი მომინდა. ხო, ფერებმა იცის ესე ემოციების გამოხატვა. აი, რა ლამაზია. ვაიმე, ანდრო, შენ რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ? შენ რამდენი რამე გწოდნია. მოიცადე ჯერ სად ახარ. დედა, რა ლამაზია. ვახ, რა ლამაზებია. დედა, რა ლამაზია. ვაიმე, უკაცრავად. მაპატიეთ. ბუკი გამძრა. სიხარულისგან, ახტაცებისგან. ვაიმე, უკაცრავად. მეც არ ვიზავ. ვაიმე, დედა, რა ლამაზია, როგორ ჭყრიალებს ეს ყველაფერი. ღმერთო, რა სილამაზია. როგორ დაცურავენ, როგორც დიდი გველე შაპები რაღაც ფერადში. ვაიმე, აბა დავატრიალოთ. კიდე რა იცი, ეს ძალიან უცნაური რამეა. ამაშიც უნდა ჩავასხათ რამე ფერი აუცილებლად და შემდეგ თვითონ წაეკიდება ცეცხლი წაეკიდება. ანდრო, შენ რამდენი რამე გწოდნია, სულ აღარ გვაქვს ჩვენი ტელეფონი. ღმერთო ჩემო, რა კარგია ესეთი რამეები. როგორ ბურთებივით ცვივა. მოდი კიდე რამე ჩავყაროთ. მოდი კიდე. მოდი ახლა მწვანე ფერი შევურიოთ. რა ლამაზია. როგორ მიცურავენ, როგორ ლამაზად ჩადიან. ვახ, რა სილამაზია. ანდრო, ეს რა კარგი რამეა. ყვავილებს მოედო, გეგონება გააშავა, ისე მართლა გააშავა. ვახ, რა უცნაურია. მოდი ახლა სანთელივით ავანთოთ. აი ასე. ოხ, რა ლამაზია. ეხლა დაგვრჩა თავარი ამბავი. ნახე რა ლამაზად მიდის. ნახე რა ლამაზად გეგონება ცეკვავსო. მოდი ახლა ეს დავამატოთ. აი ასე. აი, მე რა ლამაზია, სულ შეიცვალა ფერი. აბა რა. ეხლა მოდი აქედან ამოვიღოთ. ოი, რა ლამაზად მიდის. ნახე, სულ სხვანაირად ჩადის და თითქოს არ ერევა ერთმანეთში. ნახე, რა უცნაურია, არ ერევა ერთმანეთში. რატო ნეტა? ალბათ ერთმანეთი არ მოსწონთ ფერებს? პირიქით მოსწონთ ძალიან და ხელს არ უშლიან. ხო, კარგია ბავშვებო. ნახეთ, რამდენი საინტერესო რამე ხდება. ვაიმე, ბავშვები იცინოდნენ, ზოგს ცრემლი მოადგა სიხარულის, ზოგი პუკს აკეთებდა დაკვირვებისგან, ზოგი ასლოკინებდა. მოკლედ, მაგრად ერთობოდნენ. ანდრო კიდე იყო ძალიან ბედნიერი, რომ გააკვირვა ბავშვები და თუნდაც 5 წუთით მოწყვიტა
თავიანთ ტელეფონებს. როგორ საოცრად ჩადის ფერები. რა ლამაზია ეს ყველაფერი. როგორ საინტერესოდ ჩადის. ой, ნახე ერევა, ნელ-ნელა ერევა. ანდრო ბედნიერი იყო, რომ ყურადღება მიიქცია. ბავშვები მოწყვიტა გაუთავებელ თამაშებს და გაახარა. მათში ემოციები გამოიწვია. ფერები ხომ ემოციებია, ფერები ხომ გეჩურჩულებიან, ფერები ხომ თავიანთ სამყაროზე გელაპარაკებიან. ისე რომ ხანდახან სხვა რაღაცეებიც გააკეთეთ ხოლმე. მიბაცეთ ანდროს. შეხედეთ, ერთი ფერი მეორეს არ შეერია. მოყვითალო, მოწითალო, მომწვანო, მაგრამ ერთად არიან. ერთმანეთს ხელს არ უშლიან. საღამო ხანს ეზოს ჯადოქარმა გადაუფრინა. იმიტომ რომ დააინტერესა, რებს უყურებდნენ ასეთი გატაცებით ბავშვები. რა საინტერესოა, ამას ყველაფერს ჩემი ფერებიც უნდა შეემატოსო. ბავშვები კიდე უფრო უნდა გაოცნენო და ჩამოყარა. ჩამოყარა და გაგიჟდნენ ბავშვები, ღმერთო ჩემო, ოქროს ფერი ფიფქები ცვივა ზეციდან. არა, მარტო ოქროს ფერი კი არა, იასამნის ფერი. რა ლამაზია, თურმე რა საოცრება შეუძლია ფერებს. აი ასე, დაიღალნენ ყველანი, დაიღალა ანდროც, მაგრამ ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ბავშვებმა დაანებეს თავი ტელეფონებს და აღმოაჩინეს, რომ ბევრად საინტერესოა სამყარო, ბევრად ნაირფერი და ბევრად უფრო გასამხიარულებელი.